მე რის იმედიც მქონდა ქართველი ერის, ის იმედები ყველაფერი მე გამიცრუეს. გამიცრუეს ბოლომდე. გუშინდელი დღის მერე, წუხანდელი დღის მერე, როდესაც ასე რომ ვთქვათ, ჩაისვარეს. სრული ამ სიტყვის ნიშნულობით ჩაისვარეს. და დღეს ზოგიერთები მე ქართველები, ვინც მყავს საქართველოში მეგობრები დარჩენილი, მეუბნებიან, რომ რა უნდა ექნათ. ნახეთ, ახალგაზრდობა რა დღეში ჩაყარა პოლიციამ, გაზები გაუშვეს ეს ხახნო. თქვენ გეყოფათ ეს თავის გამართლება რა. თქვენ საერთოდ იცით 2014 წელს რა დღეში ჩაყარა ჩვენ იანუკოვიჩის რეჟიმმა და ჩვენ რო წამოვიწყეთ საპროტესტო აქციები, რევოლუცია, რას გვიშვებოდნენ? ყველა სახურავზე იჯდა ტიტუშკა და სპეცნაზი და გვესროდნენ. 5 დასახელების გაზი გამოუშვეს და გვწამლავდნენ. მაგრამ ჩვენ, ბიჭები, დარაზმულები ვიყავით. ცალკე პოლიციის შენობები დავანგრიეთ. ვარდებოდით ყველგან და მოვახდინეთ მართლა რევოლუცია. მაპატიეთ რა ქართველო ერო, ნამდვილო პატრიოტო ერო, მაგრამ ყოფილხართ თქვენ უტრაკოები. მე ეს თავიდანვე მივხვდი, რომ უტრაკოები ხართ, გასულ წელს ნოემბრიდან როცა აქციები დაიწყეთ, მაგრამ ეხლა მივხვდი, რომ ხართ საერთოდ ჩამოყალიბებული უტრაკოები და იცოდეთ ერთი რაღაცა. თქვენ გაუშვით ხელიდან მაგარი შანსი. ეხლა იჯექით ძღნერში, როგორც ის რუსეთი და როგორც ხართ პუტინი 30 წელიწადი და როგორც ყავს ბელარუსიას ლუკაშენკო. თქვენ ამ ხელისუფლებას უკვე ვერ გაუშვებთ სახში. გაგიყალბებენ არჩევნებს ყოველ 3 წელიწადში, 4 წელიწადში ერთხელ და 50 წელიწადი გეჯდებათ ეგ ხელისუფლება. თქვენ კიდე ზოგიერთებს ზელენსკიზე რამე გაქვთ სათქმელი? თქვენ ზოგიერთოდ ჩამორებო თქვენა? თქვენ საერთოდ ზელენსკიზე რამე ხმა გაქვთ ამოსაგები? ზელენსკი არის უდიდესი პატრიოტი უკრაინის ერის, უდიდესი ადამიანი, რომელიც ზადნს არ აძლევს და ებრძვის რუსეთს. ერთადერთი პრეზიდენტია მთელ მსოფლიოში, რომელსაც რუსების არ ეშინია. ლიტვაში, ლატვიაში თვითმფრინავები დამზვერავები მიფრინავს რუსეთის თვითმფრინავები და დრონები და უიმე არ ვესროლოთ და ნატოსაც კი ეშინია. ერთადერთი ზელენსკია, რომელსაც არ ეშინია და უკრაინელი ხალხი ყოფილან ყველაზე შეუპოვარი ხალხი მთელ მსოფლიოში. თქვენ ყოფილხართ უტრაკო ხალხი. ის ქართველები აღარ არიან, ვის ქართველების გვერდითაც მე ვბრძოლობდი. 9 აპრილს ჩვენ მოსკოვმა გამოგვიგზავნა უდიდესი შეიარაღებული რაზმი, როდიონოვის რაზმი და როდიონოვის რაზმს არ შეუშინდით ჩვენ. მის ჯალათებს არ შეუშინდით, მის ლაფატკებს, ნიჩბებს არ შეუშინდით ჩვენ. მის გაზს არ შეუშინდით ჩვენ. მის ტყვიებს არ შეუშინდით. აი ვინ იყო ნამდვილი ქართველები, ნამდვილი ქართველი ლომი. მაშინ თქვა სასომხეთის პატრიარქმა ვაზგენ პირველმა, ქართველმა ლომმა გაიღვიძაო, დღეს თქვენ გძინავთ. გინდა 9 მილიონი გამოდით რუსთავზე, გინდა მილიონი, გინდა 3 მილიონი. უტრაკოები, უტრაკოებად დარჩებით. თქვენ რა გეგონათ რა, ივანიშვილის მთავრობა თქვენ ფიანდაზებს დაგიგებდათ და თაფს დაგიღვიდათ. მოდით თქვენ შემოგევლეთ, აიღეთ მთავრობაო, აბა თქვენ რა გონიათ? თქვენ რა გონიათ? იმიტომ არის ნამღერი, გუშინაც გიმღერეთ ვიდეოში. თავისუფლება ლომთა ხვედრია. თქვენ არ ახართ თავისუფლების ღირსი. თქვენ არ ხართ ლომები. თავისუფლება ლომთა ხვედრია. თქვენ ხართ მონები და მონებად მოკვდებით ბოლომდე. თქვენ გაუშვით ბოლო შანსი და ჩარჩებით ეხლა ამავე წუმპეში. მე ვიზახდი კიდევაც გუშინდელ ვიდეოში თქვი, ჯერ უნდა გაადახტე და ჰოპლა მერე დაიძახო. ეს ჩვენი წინაპრების ნათქვამია. პაატა ბურჭულაძე მთელი ერთი კვირა იძახდა. 4-ში დავასრულეთ ამას. პაატა ბურჭულაძე, დაასრულე? დიდი ხანია კოლეგაო, პატივს გცემდი მე შენ. მაგრამ ყოფილხარ ბაქია კურდღელი. თუ არ შეგეძლო, რაღაც ბაქიაობდი შეჩემისა. რა გეგონა რა?
ივანიშვილი რა ეგრევე შეგიშვებდა და აგაღებინებდა თბილისს და დაგითხოვდა ხელისუფლებას ან რისთვის გამოხვედით სამიტინგოდ რისთვის გამოაწყეთ საპროტესტო აქციები რისთვის გამოხვედით ქუჩაში მაინტერესებს რისთვის გამოხვედით ქუჩაში ტინგლი მინგლისტობა ხო ტინგლი მინგი იცეკვე იქა აჭარული ქართული ჰეპიტი ვაი თქვენ პატრონს უბედურს რა ჩაისვარეთ და ჩასვლილები ხარ და კიდე გაგიკვირდათ 2008 წელს სანამ ზელენსკი ის იყო კავენში კი იყო მაშინ რო თქვა რომ გრუზია აბასრალსა სრასიო გაგიკვირდათ ხო ვის სევოდნია აბასრალის უჟე სევოდნია ვი აბასრალის აი ამაშია საქმე ეხლა ვისაც გინდა გეწყინოთ გინდა გაგიხარდეთ სულ ყლეზე მკიდია და მე ხარდამჭერ ვიდეოებს აღარასოდეს აღარ ჩავცემ მე ჩემი სამშობლო მაქვს აქ მეორე სამშობლო რომელსაც ადამიანად მაქცია და დააფასა ჩემი ნიჭი და უნარი და ხარდამჭერი ბოლომდე ვიქნები უკრაინის არ მჭირდება ბატონო თქვენ ხართ დაუნახავები და არაფრის მქონე ერი ყოფილხართ და როგორც აკაკი წერეთელმა თქვა ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო და ქართველი ერი დაავადდაო აი ეგეთები ხართ თქვენ თუი